ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი პატიოსნებაში იმ მოქალაქეებისა, ვინც ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში უნდა გავიდეთ და აქ უნდა შევებრძოლოთ ქართულ-რუსულ ოცნებას. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ აკი გითხარით, რომ პატიოსნებაში იმ ადამიანებისა, ვინც ამას ამტკიცებს ბჭყალებში თუ უბჭყალებოდ, მე ეჭვი არ მეპარება. მეცაც გეტყვით არგუმენტები, რომლებიც მათ აქვს, საკმაოდ ესეთი მსუყია მეთქი, ასე ვიტყვი. არის, ვაღიაროთ, არის რამდენიმე 3, 4, 5 არგუმენტი მათ სასარგებლოდ, თუმცა ეს 3, 4, 5 თუნდაც 6 არგუმენტი ვერამც და ვერამც ვერ გადასწოლის 47, 58, 59 და 60 არგუმენტს, ანუ დაახლოებით არ ვიცი, 10 ჯერ, 11 ჯერ, 12 ჯერ მეტ არგუმენტს, რაც გვაქვს ჩვენ, ანუ მოქალაქეებს, საჯარო პირებს, ვინც დღელიადაგ იმას ამტკიცებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გასვლა უტოპია, არ შეიძლება, დამღუპველია, ცუდია, კონტრპროდუქტიულია, რა ვიცი, კიდევ ბევრი სიტყვის მოშველიება შემიძლია. მოკლედ, ჩვენ დაახლოებით 10-1-ს ან 11-2-ს უგებთ პოლიტიკოსებს, რომლებიც გადიან არჩევნებში, რომლებიც აპირებენ არჩევნებში გასვლას. და ამავე ანგარიში თვამარცხებთ ექსპერტებს, თუ რაღაც მხარდამჭერებს, ასე მაგალითად ძლიერი საქართველოსი თუ გახარია საქართველოსთვის ამგვარი პარტიის, ანუ გახარია ჯგუფის, ვინც დღემდე აი 13 ივლისის მდგომარეობით ამბობს რომ გავა, ანუ ისაც დაუჩემებია, რომ არჩევნებში მონაწილეობა არის გარდაულა დაუცილებელი. კვლავ ვიმეორებ, მე არ მეპარება ეჭვი მათ პატიოსნებაში, მათ პატრიოტიზმში, არავითარ შემთხვევაში არ მივიჩნევ, რომ ისინი გაიყიდნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ კითხვა ამგვარია. შესაძლებელია თუ არა თეორიულად მაინც ქართული ოცნების დამარცხება იქ, სადაც აუცილებელია მისი დამარცხება, ასე მაგალითად დედაქალაქში, ოპოზიციური ერთობის გარეშე, ანუ იმ პირობებში, როდესაც ფრაგმენტაციაა პოლიტიკური ძალებისა, პოლიტიკური პარტიებისა, როცა არ არის ერთი სულისკვეთება, როცა არ არის ერთი სტრატეგია. 8 პოლიტიკური პარტია ამბობს ღიად, რომ არასდიდებით და არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ხო და შესაბამისად ის 3-4 არგუმენტი თუ 5 თუ 6, რომელიც ჰქონდა მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, ან ჰქონდა და აქვს გიორგი გახარიას თავის თანაგუნდელებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ჩემი აზრით კიდევ და კიდევ უფრო მეტად ცირდება, ანუ თუ აქამდე ჰქონდათ 3-4, ახლა 1-2-ღა შერჩათ სამწუხაროდ მათ და სამწუხაროდ. მაგრამ ეს 1-2 არგუმენტიც კი საბოლოოდ იფშონება, ინგრევა, აღარ არსებობს, თუ ჩვენ ყურადღებით წავიკითხავთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, გამოქვეყნებულს ამ 2 დღის წინ, რომელიც თავის მხრივ დაეყრდნო ანგარიშს, რომელიც გააკეთა ევროპარლამენტმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ამდენადაც ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა, ჩვენ ეს იცით თქვენ რამდენიმე წლის წინ, 2.5 წლის წინ, ხო მგონი, ესე გამოდის 23-ის მიწურულს, 24-ის მიწურული, 24-ის მიწურული, წელიწად ნახევრის წინ ჩვენ ეს გვიფეშქაშეს, ესე მოგცეს ავანსად, ისე რომ საბოლოო ჯამში არც ვიმსახურებდით მეთქი, მაგრამ ამაზე არ ვლაპარაკობ ახლა. ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, აფასებს უკლებლივ ყველა სფერო მიმართულება რაკურსით მიმდინარე პროცესებს, რაკურსს აფარსებს, ამბობს იმას, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს ამ ბანდა რეჟიმს, ამბობს იმას, რომ ამ პირობებში, როდესაც ეს ბანდა რეჟიმი ეს პოპს პოლიტიკას, ახშობს პოლიტიკას, ანგრევს პოლიტიკას, აუქმებს პოლიტიკას, ამ პირობებში პრაქტიკულად მოსპობილია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შანსი, შესაძლებლობა და ასე შემდეგ და გადადის არჩევნების საკითხზე, ხო, ბოდიშ ვიხდი, ლაპარაკობს იმაზე, რა შესაძლო სანქციები ელის ქართულ ოცნებას და მთლიანად ქვეყანასაც, ეს არის SWIFT-ის გათიშვა, შესაძლოთ ტარგეტირებულად ყოველ შემთხვევაში იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ბიზინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, ტარგეტირებული იქნება სანქციები თუ იქნება. ეს არის ასოცირების ხელშეკრულების მონიტორინგი, აუდიტი და გადახედვა მისი ცალკეული პუნქტებისა და შესაძლოა მთლიანად, მათ შორის ღრმა და ყოვლის მომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გადახედვა და შესაძლოა გაუქმებაც კი. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისათვის მათ შორის უვიზო რეჟიმის შეჩერება და არა გაუქმება. საჭიროების შემთხვევაში თუ ასეთი პოლიტიკა განაგრძო ქართულმა დეფისი
რუსულმა ოცნებამ. მაგრამ ამასთან ერთად, ამ ყველაფერთან ერთად ევროპარლამენტი რეკომენდაციის სახით ამბობს შემდეგ რამესაც, რომ არჩევნების საქართველოში პრაქტიკულად გაუქმებულია და იმ პოლიტიკურ პარტიებს, აგრეთვე მათ მხარდამჭერ ექსპერტებს, რომლებიც დღენია და გვიმტკიცებდნენ ჩვენ რომ არჩევნებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გასვლა არის გარდაულად აუცილებელი, იმიტომ რომ ჩვენ წავგლეჭთ თუ წავღლეთთ ქართულ ოცნებას ერთ რომელიმე ან 3 ან 7 ან რა ვიცი 14 რაიონს, რაც ყურილია, რა საკვირველია, მაგრამ მაინც რაც ამაო მოლოდინია, მაგრამ მაინც ეს არგუმენტიც ეფაკლება თუ უმცირდება თუ უუქმდება სწორედ იმის გამო, რომ ევროპარლამენტმა თქვა, რომ ამ პირობებში, როდესაც პოლიტიკა მითვისებულია და პოლიტიკა გაუქმებულია, არჩევნებს როგორც ასეც საქართველოში არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და არც საპარლამენტო არჩევნებს აზრი ეკარგება მაშინ, როცა ესეთი ჯოჯოხეთური პოლიტიკა დაიწყო და ამგვარ ჯოჯოხეთურ პოლიტიკას აგრძელებს ბიზინა ივანიშვილი და მისი ბანდა. არა, სიტყვა ბანდა მათ არ ჩაუწერიათ საკუთარ რეზოლუციაში, ეს ჩემი შეფასება ამ ქართული ოცნების მართველი ჯგუფისა, მაგრამ საბოლოო ჯამში ევროპელებიც შესანიშნავად ხვდებიან, რომ ქართული ოცნების სახით მათ აქვს საქმე ბანდასთან, რომელმაც უზურპაცია მოახდინა ხელისუფლებისას. სხვათა შორის აქვე ვიტყვი, რომ თუ ოპოზიციური სპექტრის 80% არ გავა არჩევნებში, 8 პოლიტიკური პარტია მოგეხსენებათ, რომ ღიად ამბობს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მართებულადაც იქცევა 8 პოლიტიკური პარტია, თუ ერთად და თუ ცალ-ცალკე. და 2 გავა, მხოლოდ 2 გავა, ამ შემთხვევაში გაგიკვირდებათ და მე ხლა მინდა მივმართო ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, ძლიერ საქართველოს თვლიანად, აგრეთვე გახარია საქართველოსთვის ამ პარტიის ლიდერ უშუალოდ გიორგი გახარიას და სხვებს, ვინც მომხრე არჩევნებში მონაწილეობისა, ამ შემთხვევაში მოხდება ხარაკირი ჩვენთვისაც, ანუ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არგუმენტებით გიმტკიცებდნენ და 6 ნოლს თუ 12 ნოლს გიგებდნენ ამ ანგარიშით არგუმენტებში და გისაბუთებდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება და გეტყვით რა ხარაკირს გვიკეთებთ თქვენ, ანუ როგორ გვილტყამთ თუ გებავთ ასე ვიტყვი დანას ზურგში და როგორ ხარაკირს იკეთებთ თავად თქვენ საქართველოს პატრიოტები. მე არ მეპარება თქვენს პატრიოტიზმს შეეჭვი, არამც და არამც არ ვამბობ, რომ თქვენ გაიყიდეთ, ბიზინა მოგისყიდათ, ბიზინა ესეთია, რაღაცაში გაგიცვალათ ან გამოგიცვალათ, ბიზინა ესეთი კი არის, მაგრამ რაღაცაში გაცვალა არ გამოცვალა, მაგრამ იმას კი ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში სანქციები, რომლებიც კარსა მომდგარი და რომლებიც უთუოდ იქნება თუ იქნებოდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების დე-ფაქტო ხელისუფლება ბანდის წინააღმდეგ, ეს სანქციები გადავადდება და მე მინდა გკითხოთ ახლა, გკითხო ბატონ ხაზარაძეს, ბატონ მამუკან, ბატონ ჯაფარიძეს, ბატონ ბადრიან, ბატონ გახარიას, ბატონ გიორგიან სხვებს. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სანქციები რომ გადავადდება, ეს კიდევ უფრო გაართულებს ამის გამო კიდევ უფრო გართულდება ჩვენი გახანგრძლივდება, დროში გაიჭიმება ჩვენი გამარჯვება და იღებთ თუ არა ამაზე პასუხისმგებლობას. არა და თუ თქვენ აი 4 აგვისტომდე და 4 აგვისტომდე დარჩენილია, ესე იგი 17 და კიდე 1, ანუ 18 და 22 დღეს, 22 დღის განმავლობაში დღეიდან რო ვიანგარიშოთ, 20-22 დღის განმავლობაში არ იტყვით უარს საბოლოოდ არ დააფიქსირებთ საკუთარ პოზიციას, არ შეცვლით საკუთარ პოზიციას და დარეგისტრირდებით როგორც საარჩევნო სუბიექტი, 4 აგვისტოდან ხდება ამ საარჩევნო საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია და კანდიდატების წარდგენა და ოფიციალურად ჩაირთვება თუ ამოიქოქება საარჩევნო კამპანია, თუ 4 აგვისტომდე ეს ერთგვარი დედლაინია, თქვენ არ შეცვლით პოზიციას, ევროპარლამენტში შეხედავენ ამ ფრაგმენტირებულ პოლიტიკურ სპექტრს და 8 პოლიტიკური პარტია თქვენ არ მოგყვებათ არამც შეხედავენ იმას, რომ მათი რეზოლუციის ევროკავშირში, მათი რეზოლუციის მიუხედავად, ევროპარლამენტის რეზოლუციის მიუხედავად, მინიმუმ 2 პოლიტიკურმა სუბიექტმა, ანუ ძლიერმა საქართველოს და გახარია საქართველოსთვის ამ პარტიამ არ მიიღო მხედველობაში, არ გაითვალისწინა ეს რეზოლუცია, რომელსაც არ აქვს სავალდებულო გაზიარების ამბიცია თუ ფუნქცია თუ მისია, მაგრამ სავალდებულო გასაზიარებელი სულაც არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი რეზოლუცია კი არის და ამის გამო ჩაიქნევენ ხელს, იტყვიან, რომ ფრაგმენტირებულია პოლიტიკური სპექტრი და რაღა აზრი აქვს საერთოდ ამათთან ლაპარაკს, აქედან გამომდინარე, მოდი კიდევ დაველოდოთ, კიდევ გადავდოთ სანქციები დასაწესებელი ქართული ოცნების ბანდის მიმართ თუ წინააღმდეგ და შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ახლა მე გეკითხებით კიდევ ერთხელ უფრო სწორად
ესე რიტორიკული კითხვით მოგმართავთ, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას, თან აპრიორი იმ არჩევნებში შედიხართ უკლებლივ ყველა თითოეულს თქვენგანმა ისის ჩემზე უკეთ, რომელშიც აპრიორი დამარცხებული ხართ, არათუ თბილისს, არამედ 65 თუ არ ვცდები რეგიონ რაიონიდან ერთსაც კი ვერ გამოსტაცებთ, უმრავლესობა არც ერთი ქალაქის საკრებულოშიც კი არ გექნებათ, იმიტომ რომ იქ სადაც თეორიული შანსი გაქვთ, რომ მიიღოთ მონაწილეობა და გაიმარჯვოთ, იქაც კი ქართული ოცნება ამოქოქავს გამოყალბების საკუთარ იმ არსებულ და არ გაუქმებულ მექანიზმებს, 17-18-20 მექანიზმი, იმ რაიონებში საკუთარ ბანდებს, ტიტუშკებს, ძველ ბიჭებს, ადმინ რესურსს და ასე შემდეგ დაახარჯავს ნებისმიერ რაიონს დავასახელებ, ბაღდათის რაიონს, ასე მაგალითად, დაახარჯავს უზარმაზარ თანხებს და მოისყიდის ამორჩეველს და მოისყიდის ირიბა დამორჩეველს და იქ გაიმარჯვებს მაშინაც კი იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ იქ იოტისოდენა შანსი გაქვთ, ან თუ იგრძნობს რომ იქ ასე მაგალითად ბაღდათის რაიონში რატომ ამოვიჩემი არ ვიცი, იქ მარცხდება. ამიტომ მე ეხლა ერთის მხრივ კითხვით მოგმართეთ რა საკვირველია, მაგრამ მეორეს მხრივ მოგმართავთ ეს თქვათ მოწოდება მაქვს ან თხოვნა მაქვს. იმის გამო ერთობას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა, შესაძლოა თქვენ იოტისოდენად მართალი ხართ ახლა, მაგრამ ერთობას და არაფრაგმენტაციას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა და გარდა ამისა ევროპარლამენტის რეზოლუციის პათოსის გაზიარებასაც აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა. ამიტომ მე მოგიწოდებთ, გთხოვთ, გეაჯებით, რომ შეიმუშაოთ და მე თუ ნებას მომცემთ კი არა, თუ ჩათვლით საჭიროთ მე და ჩემი ახლობლები, მეგობრები, მცოდნე ადამიანები მოგეხმარებიან ამ ყველაფერში, ანუ გარედან მოგეხმარებით, ისე რომ სახე შეინარჩუნოთ, როგორი ტექსტი უნდა შესთავაზოთ საზოგადოებას და როგორ უნდა უთხრათ, რომ ახლა უკვე მას შემდეგ, აი დაახლოებით ჩარჩოს გიკარდახებთ ხო, მას შემდეგ რაც ევროპარლამენტმა მიიღო ეს რეზოლუცია, მას შემდეგ რაც დამატებით გაგრძელდა რეპრესიები ქართული საზოგადოების და კრიტიკოსების წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის რუსული ოცნება და არასდიდებით არაპირებს არჩევნებში დამარცხებას და დათმობას ქართული საზოგადოებისათვის, მას შემდეგ რაც ჩვენ გავმართეთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან კონსულტაცია, ბევრი რამის თქვა შეიძლება, ოღონდ უკლებლივ ყველა წინააღმდების დასაწყისში ალბათ უნდა იყოს ეს ორი სიტყვა, მას შემდეგ ჩვენ და უნდა მთავრდებოდეს ასე, ჩვენ გადავიფიქრეთ, ცუდი სიტყვა, ჩვენ შევცვალეთ პოზიცია, ესეც ცუდი სიტყვა, ჩვენ საბოლოო პოზიციას ვაფიქსირებთ იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში მონაწილეობას ახლა უკვე მტკიცეთ ვამბობთ, ბოლო გარემოებების გათვალისწინებით აღარ ვიღებთ. ამგვარი სიტყვის წარმოთქმის შესაძლებლობა გაქვთ ჩემი ინფორმაციით და ანალიზით და რეალურადაც 4 აგვისტომდე. 4 აგვისტომდე თუ ამ წინააღმდებას არ წარმოთქვავს ბატონი ხაზარაძე და ბატონი ჯაფარიძე, ანუ ლელო ძლიერი საქართველო და ცალკე ბატონი გახარია, ამ შემთხვევაში მე მინდა დაგამწუხროთ ყველა საზოგადოებას მიმართავ ახლა და არა ბატონ ხაზარაძეს, ჯაფარიძეს ან გახარიას, დაგამწუხროთ მათ შორის ისინი, ვისაც დღესაც მიაჩნია, რომ არჩევნებში გასვლა აუცილებელია, გვყავს ამგვარი მოქალაქეები. დაგამწუხროთ განსაკუთრებით ოპონენტები ქართული ოცნებისა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობაზე არ არიან თანახმანი და ყაბულ არ არიან და აგინებენ თუ ეჩხუბებიან ხაზარაძე, ჯაფარიძის დუეტს და აგრეთვე გახარიას, ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით და იზოლაციაში მოქცეული ქართული ოცნება ნელ-ნელა ისარგებლებს რა მომენტუმით, ამ ამბით, ამ ვითარებით დაიწყებს და საკმაოდ წარმატებითაც, შესაძლოა საკმაოდ წარმატებითაც საკუთარი დეიზოლაციის პროცესს. არჩევნები ჩატარდება თუ არ ჩატარდება და ჩატარდება რა საკვირველია, ქართული ოცნება არალეგიტიმური ხელისუფლება იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, მაგრამ უფრო არალეგიტიმური ხელისუფლება ის უნდა იყოს სწორედ მაშინ, როდესაც არავინ მიიღებს იმის გათვალისწინებით, თორსა არავინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ახლა სათაური მოვიფიქროთ ხო ესეთ პრაქტიკულად ჩვენ დანერგილი ხო 15 წუთიანი ვიდეო ბლოგის დასასრულ. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და გიორგი გახარიას გადაიფიქრეთ. ან თუ გნებავთ ცოტა სხვა სიტყვებით გავურიოთ, ასე მაგალითად ესეთი, გადაიფიქრებენ თუ არა ხაზარაძე, ჯაფარიძე და გახარია არჩევნებში მონაწილეობას. მე არამც და არამც არ მეპარება მათ პატრიოტიზმში ეჭვი. ამას ხაზგასმით ვამბობ, მაგრამ წუხვარ, რომ
იმ შემთხვევაში თუ ბოლომდე მიაწვევიან ამ არჩევნების საკითხს ამ ევროპარლამენტის რეზოლუციის პათოსის და შინაარსის გაუზიარებლად ამ შემთხვევაში მე ვწუხარ რომ მეც კი გამიჭირდება მათი ადვოკატირება საზოგადოებრივ ასპარეზზე, სივრცეში, Facebook-ზე, სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ. სულ უფრო და მეტად მომრავლდებიან ადამიანები, რომლებიც მძიმე სიტყვებით შეგამკობენ და მე არგუმენტი არ მექნება. მით და მე როგორც პატიოსანი ადამიანი გაფრთხილებთ ან გთხოვთ მეთქი არ მეთაკილება ამ სიტყვის თქმა, გიაჯებით მეთქი არც ამ სიტყვის თქმა არ მეთაკილება. გთხოვთ გიაჯებით და გაფრთხილებთ, მოგიწოდებთ, რომ თქვით უარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს იქნება სახელმწიფოებრივი და დანარჩენი, რა ვიცი ხა თუ რომელიმე რაიონის ოფისის ლიდერის მოადგილის გარებიძაშვილი მოითხოვს თქვენგან არჩევნებში მონაწილეობას, ეგ რა ვიცი მიმიშვით და მე დავაშოშმინებ მაინც და მაინც. თუ ეს ასეა, ალბათ არ არის, არ ვიცი.